გერმანული ნაგაზი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პატივსაცემული ჯიში მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ თავისი ეფექტური ვიზუალის გამო, არამედ მისი ინტელექტისა და მრავალმხრივი უნარების გამო. იცოდით, რომ ეს ძაღლები ფართოდ გამოიყენება სამუშაოებში, როგორიცაა პოლიცია, მაშველობა და ზოგადად სამხედრო მისიები. მაგრამ რა არის ის, რაც ამ ჯიშს ისეთ განსაკუთრებულს ხდის და როგორ მიაღწიეს ისინი ისეთი მნიშვნელოვანი ადგილის დამკვიდრებას ადამიანების ცხოვრებაში? დარჩით ჩემთან ვიდეოს ბოლომდე და აღმოაჩინეთ საინტერესო ფაქტები გერმანული ნაგაზის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არასდროს გაგიგონიათ. გერმანული ნაგაზი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Gesster, რაც ნიშნავს German Shepherd Dog, დაიბადა გერმანიაში 20 საუკუნის ბოლოს. ის შეიქმნა როგორც ეფექტური სამუშაო ძაღლი, განსაკუთრებით შინამეურნეობების დამცველად. მიზანი იყო ისეთი ცხოველის გამოზრდა, რომელიც გაერთიანებდა ინტელექტსა და სწრაფობას, ერთგულებას და ამ თვისებების გამო იგი გახდა საყვარელი მრავალ ფუნქციაში. პირველი ძაღლი ამ ხაზიდან ერქვა ჰორან ვონ გრაფრატი, რომელსაც ოფიციალურად აღიარეს როგორც პირველი გერმანული ნაგაზი. და შთამბეჭდავია, რომ ჯიში, რომელიც შექმნილი იყო მწყემსობისთვის, გადაიქცა ნამდვილ მრავალფუნქციურ მანქანად. გერმანული ნაგაზის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისება მისი ინტელექტია. სპეციალისტების თქმით, ისინი მსოფლიოს სამი ყველაზე ჭკვიანი ჯიშის ძაღლის რიგში არიან, მხოლოდ ბორდერ კოლის და პუდელის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ისინი ძალიან ადვილად იწვრთობიან მარტივი დავალებებისთვის, ძალიან რთული მისიებისთვის. მაგალითად, იცოდით, რომ კარგად მომზადებული გერმანული ნაგაზი მხოლოდ 5 გამეორების შემდეგ სწავლობს ბრძანებებს. ეს არის რაღაც, რაც მართლაც შთამბეჭდავია და რაც ამ ჯიშს აქცევს საყვარელად ბევრ პროფესიულ სფეროში. მაგრამ ინტელექტი არ არის ერთადერთი თვისება, რომელიც ყურადღებას იქცევს. გერმანული ნაგაზის ხასიათი ასევე ისაა, რაც აღსანიშნავია. ისინი ცნობილნი არიან, როგორც უკიდურესად ერთგული და დამცველი მათი ოჯახების მიმართ. ეს ერთგულება მათ საუკეთესო მცველებს ხდის, მაგრამ ასევე ნიშნავს, რომ მათ სჭირდებათ სწორად სოციალიზაცია, რომ თავიდან აიცილონ ზედმეტი ტერიტორიული ქცევები. თუ ფიქრობთ, რომ გსურთ გერმანული ნაგაზის აყვანა, გაითვალისწინეთ, ისინი საჭიროებენ ბევრ სიყვარულს, ყურადღებას და განსაკუთრებით მტკიცე და თანმიმდევრულ ლიდერობას. ნაპოვნი ხართ თუ არ ამ ძაღლების შთამბეჭდავ ფიზიკურ ფორმაში. გერმანული ნაგაზი არის ძლიერი ცხოველი, კარგად განვითარებული კუნთოვანი სტრუქტურითა და თვითნაკეთი სიარულით. ისინი ჩვეულებრივი წონიან 22-40 კილოგრამს და შეიძლება მიაღწიონ 65 სანტიმეტრს სიმაღლეში კისრის წერტილში. გარდა ამისა, მათი სქელი და ორფენიანი ბეწვი შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვას ისინი უარყოფითი კლიმატისგან, რაც მათ შესანიშნავად აქცევს მორიგეობაში. მაგრამ ამ ბეწვის მოვლა მოითხოვს სიფრთხილეს. რეგულარული დავარცხნა აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ დაღუპული ბეწვის დაგროვება, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ბეწვი იცვლება. როდესაც მოვლის შესახებ ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან ძალიან ჯანმრთელი და გამძლე ცხოველები, გერმანულ ნაგაზებს შესაძლოა ჰქონდეთ გარკვეული გენეტიკური პრობლემები, როგორიცაა მუხლის და მუხლუჩის დისპლაზია. ეს პრობლემები შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული რეგულარული გამოკვლევებით და დაბალანსებული დიეტით. სხვათა შორის ხარისხიანი კვება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ საკმარისი ენერგია ყოველდღიური საქმიანობისთვის. იცოდით, რომ ზრდასრული გერმანული ნაგაზისთვის დღეში დაახლოებით 1500 კალორია სჭირდება მისი აქტივობის დონიდან გამომდინარე. ეს არის რეალური სპორტსმენი, რომელსაც სჭირდება დაბალანსებული დიეტა, რათა მაღალი შენარჩუნებული შესრულების დონე. და ყველაფრის გარდა, გერმანული ნაგაზი არის უზარმაზარი მრავალმხრივი ჯიში. ისინი ფართოდ გამოიყენება მრავალ პროფესიულ სფეროში, როგორიცაა პოლიციის ძაღლები, ნარკოტიკების და აფეთქებების აღმოჩენის ძაღლები, კატასტროფების გადარჩენის ასისტენტები და თუნდაც მომხმარებლებისთვის თვალის ქირურგიული დახმარება. ეს მრავალმხრივი თვისება არის ინტელექტისა, ფიზიკური უნარების და ბუნებრივი სურვილის კომბინაციის შედეგი, რომ გაახაროს თავიანთი დამრიგებლები. გაინტერესებთ საინტერესო ფაქტი? გერმანული ნაგაზი მსოფლიო აღიარებას პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაეუფლა. მრავალი ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცი იწერენ ამ ძაღლებს ომის შემდეგ, შთამბეჭდავდნენ მათი ბრძოლაში ნაჩვენები უნარებით. სწორედ ამ პერიოდში რინტინტინი, გერმანული ნაგაზი, რომელიც ერთმა ამერიკელმა ჯარისკაცმა იხსნა, გახდა ჰოლივუდში კინოვარსკვლავი და კიდევ უფრო გაავრცელა ეს ჯიში. და დღემდე ისინი პოპულარული არჩევანი არიან ფილმებსა და ტელესერიებში სწორედ მათი შესანიშნავი შესრულებისა და სწრაფი ბრძანებების სწავლების უნარის გამო. მიუხედავად ამ ყველა თვისებისა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გერმანული ნაგაზი არ არის ჯიში ყველასთვის. ისინი საოცრად ენერგიული არიან და აუცილებელია დიდი ფიზიკური და გონებრივი ვარჯიში, რათა ჯანმრთელი და ბედნიერები იყვნენ. ყოველდღიური სიარულები, თამაშები და რეგულარული ვარჯიშები აუცილებელია. თუ აქტიური ადამიანი ხართ და მზად ხართ დახარჯოთ დრო და ენერგია ოთხფეხა მეგობრისთვის, გერმანული ნაგაზი შესაძლოა იდეალური არჩევანი იყოს თქვენთვის. ახლა კი კითხვა თქვენთვის, ვინც აქამდე მიაღწიეთ, იცოდით, რომ გერმანული ნაგაზი შეიძლება ამოიცნოს ასამდე განსხვავებული სიტყვა და შეუძლია მარტივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა?
ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ არიან ისინი განსაკუთრებულნი. თუ ოდესმე გქონიათ გერმანული ნაგაზი ან გაქვთ საინტერესო ისტორია ამ ჯიშის შესახებ, გაუზიარეთ კომენტარებში. ჩვენ ძალიან გვიხარია თქვენი გამოცდილების გაგება. გარდა იმისა, რაც უკვე აღნიშნეთ გერმანული ნაგაზის შესახებ, არსებობს კიდევ რამდენიმე საინტერესო ასპექტი, რომელიც ღირს გამოსახვა. იცოდით, რომ ამ ძაღლებს აქვთ შესანიშნავი უნარი სხვადასხვა გარემოსა და სიტუაციებში ადაპტაციისთვის. ეს უნარი არის ნაწილია იმისა, რაც მათ ძალიან ეფექტურს ხდის ისეთი დავალებებისთვის, რომლებიც მოითხოვს კონცენტრაციასა და გამძლეობას, მაგალითად მაღლობ რეგიონებში მუშაობა, მკაცრ კლიმატებში ან მაღალი მოსახლეობის სიმჭიდროვის მქონე ურბანულ ზონებში. ასევე საინტერესო არის გერმანული ნაგაზის როლი, როგორც ნამდვილი გმირი საგანგებო სიტუაციებში. მაგალითად, 11 სექტემბრის თავდასხმების დროს ამ ჯიშის რამდენიმე ძაღლი იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ძებნა და გადარჩენის ოპერაციებში World Trade Center-ის ნანგრევებში. ისინი დაუღალავად მუშაობდნენ თავიანთი მწვრთნელების გვერდით, იმყოფებოდნენ მსხვერპლების აღმოჩენაში და შემოიტანეს იმედის ნაპერწკალი ისეთ რთულ მომენტში. ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითი იმისა, როგორ გამორჩეულია გერმანული ნაგაზი მაღალი წნეხის სიტუაციებში. მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ ეს ჯიში მხოლოდ სამუშაოს სიმბოლო არ არის. მათ ასევე აქვთ ძალიან გულისხმიერი და მხიარული ხასიათი, რაც მათ იდეალურ მეგობრებს ხდის ოჯახებისთვის, რომლებიც ბავშვებთან ერთად ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი ზომა და შთამბეჭდავი გარეგნობა დიდად შთაბეჭდილებას ახდენს, გერმანული ნაგაზი ჩვეულებრივ ძალიან მოთმინებულია და კეთილგანწყობილია, ქმნიან მტკიცე კავშირს ყველა ოჯახის წევრთან. და ბოლოს, ბევრი არ იცის, რომ ამ ძაღლებს აქვთ ძალიან განვითარებული ემპათიის ინსტინქტი. ისინი შეუძლიათ გაიგონ თავიანთი მესეურის ემოციური მდგომარეობა, მათ სთავაზობენ კომფორტს მწუხარების მომენტებში ან მოქმედებენ კიდევ უფრო დამცველად, როცა ხვდებიან, რომ არსებობს რაიმე საფრთხე. ეს ემოციური კავშირების უნარი არის მიზეზი, რის გამოც ისინი ხშირად აირჩევიან როგორც თერაპიის ძაღლები, რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს ფიზიკური და გონებრივი აღდგენის პროცესში. გერმანული ნაგაზი მართლაც წარმოადგენს მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანის საუკეთესო მეგობარი იყოს ჭკვიანი, ერთგული და გასაოცრად მრავალმხრივი. და თქვენ არაა თქვენც ფიქრობთ, რომ ისინი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ჯიში არიან ძაღლების სამყაროში? დატოვეთ თქვენი აზრი კომენტარებში. და თუ კი, როგორ მოგწონდათ ყველა ეს საინტერესო ფაქტი გერმანული ნაგაზის შესახებ? იმედია მოგეწონათ ამ საოცარი ჯიშის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება.